თურქეთის კუნძულ ქილიადაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობენ. ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ შემეცნებით და გასაფრთხო აქტივობებში ჩაერთნენ. ასევე მოეწყო ექსკურსიები სტამბოლის ისტორიულ ადგილებში. დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ, მათ სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს. საერთაშორისო ბანაკში აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. ეს არის ბანაკი, რომელსაც ჩვენი დევნილი ბავშვები მონაწილეობას ღებულობენ, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან მათ შორის და მათთვის ალბათ დაუვიწყარი იქნება ის შთაბეჭდილება და ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც აქ მიიღეს. ეს ბანაკი უკვე გრძელდება მე-4 წელია და მე მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული ამ ბანაკების ორგანიზებაში. მეწონა აქაური გარემო, რაც დაუთვალიერეთ ღირსშესანიშნაობები, ლიდერებიც ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი და მინდა რომ ყველას მადლობა გადაუხადო, ვინც წვლილი შეიტანა ამ ბანაკის დაგეგმარებაში.